მე ნათია გორაშვილი ვარ, ჯანმრთელი ჯანსაღი მარადიული ვეჩნის დაროვი აღდგენილი სული ვარ, მოტივებული შეწყალებული აბნურავი დაგაორებ სამსემი ვსე აბნურავი დაგაორებ ჩემზე ჩემ შესახებ ერთმანეთის შესახებ ზაპრეშავი სეხნა მენა ზრო რიხა პლოხავლია ზაპრეშავი სეხ ერთმანეთზე ზრო რიხა პლოხავლია ჩემს ბიოპოლში არის სიხარის უყარო მშვიდობა ზაკრივაიცა ნიჟნიე პარტალები პროსლე პორნავა რევერსა ენერგიი ვსე დისტრუქტივები ნეგატივები აბნურავი აციკავი ატკლუჩაიცა ატმენია გალაქტიკის იადროებში ნატრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგიებისათვის ვსე ჩუჟიები ზომბები ჩუჟიე ფანტომები, ჩუჟიე ლიხე პლახები, ჩუჟიე სუბიექტ ობიექტები, ნივთები, კონსტრუქციები, პერეკლატკები, პატკლატკები, ატკლუჩაეცა, ატმენია, ლეგკო, კულტურნა, სვაბოდნა, ვსე, ჩუჟიე, რა ქვია, მაქციები ატკლუჩაეცა ატმენია, ლეგკო, კულტურნა, სვაბოდნა, ჩუჟიე ტრიგერები ატკლუჩაეცა ატმენია, ლეგკო, კულტურნა, სვაბოდნა, и все отправляются их мирих измерения, ანკიდე გალაქტიკი ანეგილატორებში ნატრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგიებისათვის და ზაკრებაიცა გალაქტიკი ანეგილატორები ზალატია ულტრაფიოლეტოვი ელექტროპლიტებით. ეხლა ვარ ზაპრეშავი სეხნა მინა სკანირovat კლანირovat, კოპირovat, ზაპრეშავი სეხ ჩიპირავat, ბლაკირავat. ჩიპირავat, ბლაკირავat, ზამბირავat, ზაპრეშავი სეხზე ზომბები, ბლოკები, ჩუჟიე ბლოკები, სამა ბლოკები ატკლუჩაეცა ატმენია, აციკაეცა ატმენია, ჩუჟიე პრივაცკები, პრისოსკები, აციკაეცა ატმენია. ჩუჟიე ნეგატიური აზრუშტენი სამარაზრუშტენი პროგრამები, აციკაეცა ატმენია, ჩუჟიე ცრუწმენები, ცუმწავსები, დისტრუქციული პროგრამები, ატკლუჩაეცა ატმენია, ჩერეზ ლუდეი, ჩერეზ ძენგი, ჩერეზ სოციუმი, ჩერეზ დედამიწა, ჩერეზ ქუჩები, ჩერეზ ნივთები, ჩერეზ ასე შემდეგ ურთიერთობები, ზლო ნიკა გნეზახოდი, ზლო ტოლკა ატკლუჩაეცა, აციკაეცა, ჟიგაეცა, ვიჟიგაეცა, ატმენია პადარ შესაზნაკა მინუს. ეხლა მინდა ვთქვა გაკვეთილი რეგრესოლოგებიდან, გაკვეთილი რეგრესოლოგები კიდე შევასწორე. და ვინც სწავლობს და ვინც ცოტა რაღაცას მეცადინეობს, ეს გაკვეთილი რეგრესოლოგები და დავდებ 2 დღე საიტზე და მერე უნდა შევინახო ჩემს პაპკებში და ფაილებში. იმიტომ რომ შევხედე რომ სხვები არ არიან სწავლების ღირსი. 2 დღეში მოусმინეთ ან გადაიწერეთ ან წაიკითხეთ ან დაიმახსოვრეთ და მერე უნდა შევინახო მე ჩემს ფაილებში ჩემი გაკვეთილები. სხვები ყველა არ არის ღირსი რომ იმეცადინოს. იმიტომ რომ ძალიან მომიშალეს ნერვები ვიღაცებმა. შინაურებმაც და მეზობლებმაც და ნაცნობებმაც და უცნობებმაც. ყველა მე ნერვებს ვერ მომიშლეს, ყველამ თავის თავზე იჭორავს და თავის თავზე მოუშალოს ნერვები 100 წელი. მე არავისი არც გასაჭორი ვარ და არც ნერვე მოსაშლელი. თვითონ მინუს პოლოს ვსავნება, თავიანთ მინუს პოლუსებს მიხედონ. Так, ხო, გაკვეთილი რეგრესოლოგებში არის ასეთი, რა ქვია, არის ასეთი გაკვეთილი, რომ ესე იბალანსირდება ჩემი მირი და ანტიმირიო. მირი და ანტიმირი, რას ქვია, მირი და ანტიმირი. მირი და ანტიმირი, ხო, ანტიმირი, ანუ საპირისპირო მირი, პარალელური მირი თუ ნუ პარალელური მირსაც აქვს თავისი ანტიმირი. ნუ რაღაცა ესეთი გამოდის. არის მინუს მირი, არის პლუს მირი, ანუ მირს დაარქვეს ალბათ პლუს მირი და ალბათ მინუს მირს, ანუ კონკურენტულ მირებს, პარალელურ მირებს დაარქვეს რაღაცა ანტიმირი. და ამაზე ახლა ბალანსირდება მირ-ანტიმირი. ცოტა არ იყოს ვიფიქრე ამაზე ვიფიქრე და გამოვიგონე ესეთი რაღაცა რომ ანტიმირებში არის უარყოფითი ანუ საწინააღმდეგო ენერგია ხო მაგალითად ხო ანუ ადამიანი
მაგალითად მომენტეს ძესისი ჩანს ფიქრობს რომ უნდა ვიყო ჯანმრთელი ჯანსაღი ბედნიერი მირებში მერმიშ მირიებში კვანტურ მირებში უნდა ვიყო ბედნიერი თავისუფალი კოსმო მირებში ასტრალ მირებში და ასე ვთქვათ ანტიმირი რას ქვია რომ უნდა ვიყო ბედნიერი ანტიმირებში რა მინდა ეს საწინააღმდეგო საპირისპირო მირებია ხო უნდა ვიყო ადამიანმა უნდა განაცხადა ხო მანიფესტი რომ მომენტეს ძესისი ჩას ვარ განთავისუფლებული დისტრუქციებისაგან რა ქვია ნეგატივებისაგან მირმეჯ მირიებში კოსმოსებში ასტრალებში და ასე ვთქვათ პარალელ მირებში ხო სადაც ჩემი სული ასე ვთქვათ დროებით მოღვაწეობს ხო და запрещаюсь всех на меня зло лиха плохо влиять და ბალანსიროვდებაო ეს მირები და ანტიმირები ეხლა ვიფიქრე და ეს რაღაც ანტიმირი არ მომეწონა და გადავაკეთე ასე რომ მაგალითად აბნულავი დაგავორებს ანტიმირებთან ან პარალელ ანტიმირებთან ან რაღაცა თუ არის ასეთი რაღაცა ანტიმირი რა ვიცი ეხლა ზერკალურ მირებთან ან პარტალე აბნულავი დაგავორებს პარტალებზე ანტიპარტალები არ ვიცი რა არის მაგრამ ანტიპარტალი რა ვიცი პარტალებზე მინუს პარტალი ანტიპარტალი არ ვიცი რა აბნულავი დაგავორებს ანტიმირებზე მაგალითად ანტიმირებთან ბაზრაშაი ჩემს ენერგიებს აქტიურდება запрещаю всех на меня зло лиха плохо влиять და ანტიმირებიდან после полного реверса энергия ანუ ჩემსაც შევიღებ და все деструктивები отключается от меня после полного реверса энергии закрывается ის ანტიმირები და ანტიმირ პარტალები თუ რაღაცეები ზალატი ультрафиолетовი პლიტებით და საერთოდ მირმეჟ მირია თუ ნიჟნი მირია ანტიმირი თუ რას ეძახია ნიჟნი მირია მინუს მირებია და ეს ანტიმირს რას ეძახიან ვერ გავიგე და ასე ვთქვათ ეს პარტალები მინუს მირებში თუ ანტიმირებში თუ параллель мирებში თუ რაღაცა вообще-то порталები, нижние порталები закрывается золотые ультрафиолетовые солнечные плитებიდან, ელექტროპლიტებიდან, ლაზერნი ფილტრებით და რაღაცა. ხო და после полного реверса энергии. აბნულავი დაგავორებს პარტალებზე, ზერკალურ პარტალებზეც და სრიმაიცა всякие зеркалური პარტალები და привязкები, присоскები от меня подальше легко, культурно и свободно. Რა ქვია, после полного реверса энергии закрывается зеркалური პარტალები თუ რაღაცა პარტალები, золотые ультрафиолетовые антимирис порталები თუ антимирис привязкები, присоскები отсекается от меня, ან становится золотые ультрафиолетовые солнечные фильтрები, золотые ультрафиолетовые ისერი რა ქვია защитები რა, მეკრაბები, დადეკაიტერები, ცვეტოჩნის защитები ან ელექტროპლიტები ან ელექტროსტოკ პლიტები. ეხლა ამაზე ვიფიქრე და ადამიანს აქვს წელაც ანტიწელაც. წელაც არსებობს, ანუ ჩემი ტონკიწერები, ასწერები, ასტრალწერები და არის ანტიწელები. ანტიწელებისაც რაღაც თავისი ფუნქცია აქვს, ხო? და ადამიანი, როდესაც ისუფთავებს თავს, უნდა გაისუფთავოს თავისი წელებიც და ანტიწელებიც. ანტიწელებიც ალბათ ორგანიზმისათვის რაღაცა საჭირო არის. ხო, ანტიწელ, ხო. ეხლა და ხო ეს დავიმახსოვროთ, რომ უნდა გაისუფთავოს ადამიანმა, რომ მაგალითად ზალივაიუს ბერიე ულტრაფიოლეტოვი პატოკის ობერიებით, ზალივაიუს პალინსონსო და პატოკის ობერიებით, ან თბილთბილი წყლებით, ან წმინდა წყლებით ზალივაიუს, ბაჟესტვენი დოჟდებით, აჩიშაიუს
ბაჟესტვინი დოჟდებით აჩიშაიუს, სუფთა ჰაერი სუფთა წყლით აჩიშაიუს, ამივაიუს ისწერაიუს, აჩიშაეცა ამივაისა ისწერაეცა, ჩემი სხეულები, ფანტომები, წელებიცა და ანტიწელებიც. ხო, ანტიწელებიც და ასე ვთქვათ, სნიმაეცა, ბლოკები, სამაბლოკები და ასე ვთქვათ, მინუს ბლოკები და ყველა ბლოკები სნიმაეცა. ეხლა ანუ რაღაცა საპირისპირო არის, ხო, ეს ანტი რაღაცა, ხო, აი როგორიც არის მაგალითად საწინააღმდეგოა, ხო, ანტი რას ანიშნავს, რომ რაღაცა საწინააღმდეგო, ანუ მირი ვითომ წაღმა მირია და ანტი მირი ვითომ საწინააღმდეგო მირია, კონკურენტი მირიაო რა, ვითომო რა, თუ რაღაცა. და ასე ვთქვათ, მაგალითად მე და მოი, ჩემი, მოი, ჩემი, ანტიმო რას ანიშნავს, რომ ანტიმოი, არა ჩემი არის მოი, ხო? და ანტიმოი არა ჩემი, ხო? რაღაცა საპირისპირო. მაგალითად აი ანტიხრისტეს რო იძახიან, ანტიხრისტე, ხო? ხრისტეა, ანტიხრისტე როგორი ხრისტეა, კონკურენტი ხრისტე, ხო? ანუ მოწინააღმდეგე, საწინააღმდეგო, ხო? არ ვიცი, ხან როგორი ხსნება, მაგალითად ქლინა არის გასუფთავება, ხო? ქლინა რა არის დასუფთავება. ანტიქლინა, რომ ვითომ საწინააღმდეგო ითარგმნება, ვითომ საწინააღმდეგო გაგებით ითარგმნება, მაგრამ ანტიქლინა სიტყვას ხმარობენ საერთოდ პროგრამების გასწმენდა გასუფთავებაში, ხო, იყენებენ ანტიკლინერს. კლინერი გასუფთავება არის. ნუ არ ვიცი, ახლა მასე თუ ვიმსჯელეთ საწინააღმდეგო და საპირისპიროებზე, თუ ვილაპარაკეთ, მაშინ ესე გამოდის, რომ თეთრი შავი, ხილული უხილავი, მატერიალური არამატერიალური, ანტიმირი ალბათ არამატერიალური მირიო ესე გამოდის და მირიო ვითომ მატერიალური მირიო, მაგრამ ანტიმირი არამატერიალური მირი და მატერიალური მირი სხვანაირად იშიფრება ეხლა აქ და მირი და ანტიმირი ვაფშე სხვა გაგებით იშიფრება ეხლა აქ. ხო, შეიძლება ნაცნობი, უცნობი, ხო, ესეთი ეს სხვანაირად სხვა გაგებითი საწინა კოდი, ანტიკოდი, ხო, კოდი, ანტიკოდი, რა ვიცი, ერთი მინუს კოდი ცოტა არ გამოდის, მაგრამ მინუს კოდი უფრო მათემატიკური მასში გადავხდით ეხლა სისტემაში. კოდი, ანტიკოდი, ანუ კოდის საწინააღმდეგო ანტიკოდი, თუ რა ვქვია ეს, არ ვიცი. ნუ ცოტა ეს რაღაც მირ და ანტიმირ არ მომეწონა. იმიტომ რომ ჩვენი სულები არიან იერარქიებზე, მონოგამერნა სტრუქტურა ვართ ჩვენ და ჩვენი სულები არიან იერარქიებზე. და კი ეხლა მატერიალურ მირებში ვცხოვრობთ, მატერიალურ მირებით ვსუნთქავთ, მატერიალური მირებით ვიკვებებით, მატერიალური მირებით გავდივართ ოპიტებს, მატერიალურ მირებით ვმუშაობთ, ვიცნობთ ერთმანეთს, ხან გვიხარია ერთმანეთი, ხან ვჩხუბობთ, ხან რაღაცა, მაგრამ ეს ჩვენი სული ანტიმირში არ არის. ჩვენი სული არის ჩვენში და ხან მატერიალურ მირში გავდივართ, ასე ვთქვათ, უროკებს, ხან ასტრალ მირებში გავდივართ უროკებს, ხან კოსმომირებში გავდივართ უროკებს, ხან სიზმრებში გავდივართ უროკებს, იანი და იანი, რასაც ქვია, იანებში და იანებში გავდივართ, იანი და იანი. ხო, უროკები გაკვეთილებს რა, ანუ იმას ოპიტებს და ანტიმირების ეხლა საწინააღმდეგო, ხო, არის პარალელური მირებიც, მაგრამ შეიძლება პარალელურ მირებში მოხდეს რაღაცა სული და რაღაცა იქ დაესიზმროს, რაღაცა
და მე დაისიზრება უნდა თქვას, რომ ვაზრაშავი ჩემს სულის чистотас აი რაღაცა ემ ситуациებიდან აბნურავი დაგაორებს სავსები, благодарю всех, запрещаю всех, на меня зло лиха плохо влияет. Да вас все отправляются, их мири, их измерения. Моя чистота, ჩემი სულის чистотები, ჩემი жизненные силы, ჩემი кристаллები возвращаются, и все освобождают, возвращают ჩემს საკუთრებას, რაც ჩემია, ჯერმე ჯამთე ჯანსაღი აღდგენის სახით. ხო, აი, ეს რაღაცა ანტიმირი არ მომეწონა, რაღაცა არის შიფრება, არც მათემატიკურად, არც სულიერად, არც იერარქიულად, იერარქიებში, სულიერ იერარქიებში და პირამიდა mnogamnosწებში ანტიმირი, რა ვიცი, რა არის ეს ანტიმირი, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ადამიანის რაღაცა ფსიქოლოგიური, ემოციური რაღაცა ის არის რაღაცა საწინააღმდეგო ანუ მე ჩემს ასავლაპარაკობს, მაგრამ შეიძლება რაღაცა ჩემი სულის чистота, ჩემი სულის ფანტომი ლაპარაკობს მაგალითად სხვა რაღაცას მე მაგალითად ან გამოსწორება მინდა, ან მინდა რომ მაგალ წონა დავიგდო და მეორე ჩემი სულის чистотас რაღაცას წონის დაგდება, მაგალითად საერთოდ არ უნდა ეზარება, ხო რაღაცა შეიძლება ესეთი ის იყოს. ეხლა ტონკი ანტიწელები კი წელა და ანტიწელები ვიცით, ეხლა ადამიანი ხან ესე ფიქრობს, ხან ისე ფიქრობს, ხან დადებითად ფიქრობს, ხან უარყოფითად ფიქრობს, ხან ესეც фикრობს, ისეც фикრობს, და временные сценариებსა და временные линиებს перепрограммировает ადამიანი თავისთვის სასარგებლოდ, ისე როგორც საჭიროა, რომ არ დაზიანდეს და არც სხვა დააზიანოს, ხო? ეხლა ემას თავი დაავანებოთ და ეს ანტიმირი რა, მაინც რა არის, არ ვიცი, galaktický jadro ვიცი. პარალელი მირები ვიცი, იანი ვიცი. მენტალ-წერები, ასტრალ-წერები, ეფირ-წერები, კოსმო-წერები, ანუ ასტრალური მირები ვიცი. так, ეხლა, ну, ალბათ არსებობს რაღაცა ანტიმირი, მაგრამ მე რაღაცა ვერაუღე ამალღო ამ ანტიმირის ბალანსიროვნებაო თუ რაღაცა და გამოვიგონე ესე, რომ ჩემი პროგრამები, კოსმოპროგრამები თუ რაღაცა თუ სადაც არის განვითარებული ჩემი სული, აი, რა ქვია, დედამიწის ზედაპირზე ვარ განვითარებული თუ დედამიწის ცის ზედაპირზე ვარ განვითარებული თუ ცისიკიტას ზედაპირზე ვარ განვითარებული თუ ეხლა რა ქვია მარსი, ვენერა თუ პლანეტარულ სისტემებში ვარ განვითარებული თუ როგორ ვარ განვითარებული ჩემი საზნანითა და ჩემი სულიერი სტრუქტურით თუ ბიოლოგიური სტრუქტურით ვარ განვითარებული მაინც მატერიალურ სისტემაში, ხო, მატერიალურ სტრუქტურაში, იმიტომ რომ მირი, მეჟმირიები და რაღაცები მაინც ეს მატერიალური არა, კაცო. მატერიალურში ჯერ და მერე სულიერში, მაგრამ ეს ხო არის მირებში ვარ განვითარებული. მატერიალურ მირებში, კოსმომირებში, ეს ხო კოსმომირებში შედის იერარქიულად. კოსმომირებში, ასტრალ მირებში ვარ განვითარებული, პარალელ მირებში რაღაცა იან მირებში ვარ განვითარებული სადღაცა რაღაცა, მაგრამ ეს არ იმაშრება, არ ანტიმირი რა არის, მაინც ვერ გავიგე, წარსულია თუ რას ეძახიან ანტიმირს ვერ გავიგე, ალბათ და ასე ვთქვი, რომ ეს წარსული მირიც ამ მირებშია, მომენტეს ძესისი ჩას, ვითარდება ევოლუცია, რა ქვია, წარსული, ახლანდელი და მომავალი მომენტეს ძესისი ჩას ევოლუციურდება და რევოლუციურდება. ჩემი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ჩემი აზროვნებიდან და გამომდინარე, კარგად მოვიქცევი. კარგად განვითარდება ჩემი წარსულიც, ახლანდელიც, მომავალიც, ცუდად მოვიქცევი და ცუდად გავზარმაცდები, ну, შეფერხება მოხდება ჩემი წარსuliსაც, მომავლისაც და ახლანდელისაც, ჩემთვის ასიკეთო დაბალანსიროვება
მაგრამ ეს დაბალანსირება ხდება მაინც მომენტის ძესისი ჩას, ანუ მირში ხდება, всё, რა ვიცი. მაინც ვერ გავიგე ეს ხლა ეს ანტიმირი ვითომ ანტიმატერიალურიაო და მირიო მატერიალურიაო, თუ რა ეხლა პლანეტებიც მატერიალური რაღაცა ელემენტებისაგან შედგება. ხო, მაგრამ იქ არის ისეთი ცივილიზაციები, რომელსაც ჩვენ ვერ ავხედავთ, ტრეციკლად კი ვხედავთ და ასტრალურად ვხედავთ და კოსმოსურად ვხედავთ, მაგრამ ისინი ანტიმირებს არ ეძახიან იმათ, ისინი მირებში არიან. მირია პარალელ მირებში. ხო, და ამიტომ რა ქვია, ხო, აი ის ვერ გავიგე რატო ეძახიან ამას მირი ვიცი რაც არის. მირები, მეჟმირიები, კოსმომირიები, პარალელი მირები ვიცი რაც არის, მაგრამ ეს ანტიმირი არ ვიცი. ხლა ანტიმირს ალბათ მოწინააღმდეგე სამყაროს ეძახიან, რა ვიცი, მოწინააღმდეგე სამყაროში რატო უნდა შევიდე და ვიცხოვრო, როცა მე გამოვედი მინდა გამოსვლა მოწინააღმდეგე სამყაროებიდან, მინდა გამოსვლა მე მოწინააღმდეგე საწინააღმდეგო თუ რაღაცა კონკურენტიც არ არის. ეს კონკურენტი შეიძლება სხვა გაგებით იყოს. ანტიმირ რა არის ვერ გავიგე. ხო, ნუ მოწინააღმდეგე რაღაცა ანტისამყაროებიდან და ანტიმატრიცებიდან მინდა მე გამოსვლა. ხო, და ეს ვერ გავიგე ვერანაირად და ესე გადავწყვიტე, რომ მაგალითად ბალანსირდება ჩემი მირია სამყაროები, კოსმოსამყაროები, ასტრალის სამყაროები, ჩემთვის ვაბლაგა, სადაც არის პრაიავლენა მაია დუშა და აბნულავი დაგაორებს ანტიმირებთან თუ ანტი რაღაცა, აი როგორ ვთქვა, ეს აღარც ვიცი. რაღაცა ძალიან სხვა სტრუქტურაში და სხვა სისტემაში გადავერთე და სხვა გაგებაში გადავედი. ეხლა მე ანტიმირებზე, ხო, აი დავუშვათ ესე ვიტყვი, რომ ანტიმირებზე აბნულავი დაგაორებს და ვაზრაშავი ჩემს ჩისტოტებს, აბნულავი დაგაორებს პარტალებზე, ზერკალნი პარტალებზე და ვაზრაშავი ჩემს ჩისტოტებს. ნუ ანტიმირებთან თუ ანტიმირებზე თუ პარტალებზე თუ რაღაცა, ანუ აბნულავი დაგაორებს. ვალდებულია ვსე ასვაბადით, განთავისუფლონ, დამიბრუნონ ჩემი სულის ნაწილები, ჩემი ენერგიები, ასჯერ მეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით. და ასე ვთქვათ, ზაკრივაიეცა ანტიმირების ანტიმირები, პარტალ რაღაცეები. Так, პარტალები, ანტიმირ პარტალები კი არა. ხო, ნუ რაღაცა პარტალები და ზერკანი პარტალები ზაკრივაიეცა ზალატი ულტრაფიოლეტოვი ელექტროპლიტებით, სონიჩნი პლიტებით, ელექტროსტოკა პლიტებით, ვაბლაგა ჩემთვის. და ზლონიკა კნეზა ходит через ანტიმირებით. ეს через ანტიმირებით ზლონიკა კნეზა ходит, запрещаю. Всех нами негативობას, деструкციობას, разрушительность, саморазрушительность, პროგრამირованობას, კლონირობას, ზომბირობას, через და вообще-то через антимирებით და через. Запрещаю всех. ხო, ეხლა ხო არის მაკრო-მიკრო მირებიც არის, სადაც ვითარდება სულიერი რაღაცა განვითარება არის. მაკრო-მიკრო მირები, მულტი-მალტი მირებიც არის. კოსმომირები, ზიმნოი მირები, ასტრალ მირები არის. პარალელ მირები არის, რა ვიცი, ეხლა ეს ანტიმირი რატო დაწერეს ვერ გავიგე.
ვითომ მატერიალური მირები და ანტიმატერიალური მირები შეიძლება დაეწერათ პირდაპირ მატერიალურ მირებში და ანტიმატერიალურ მირებშიო, მაგრამ ანტიმირ რას ქვია, ეხლა ეგ ვეღარ გავიგე, ანტიმირ არ ვიცი. და ამიტომ антимири давкетот закрываю после полного реверса энергии, закрывается антимири, ჩემთვის ვაბლაგა без вреда, ჩემთვის без блокები, მოკები, цепები, чипები, имплантები, без манипулат, без крадникები, закрывается ეს антимири, მირი, зеркальные порталები და нижние порталები და меж порталები, золотые ультрафиолетовые плитებით. Filtrებით, без вреда ჩემთვის, ვაბლაგა ჩემთვის. Всё. არის კვანტური მირებია ესა, ხო, კვანტური მირები, სადაც სული, ასე ვთქვათ, ვითარდება. ამას ქვია კვანტური მირები. მირები, მაკრო-მიკრო მირები, მულტიმარტი მირები, კოსმო მირები, ასტრალ მირები, ამას ქვია კვანტოვი მირები. პარალელი მირები, ხო, ამას ქვია კვანტოვი მირები, ანუ კვანტოვის გაჩოკებით იერარქიული შემოქმედებების და მიხედვით იერარქიული ვიბრაციების და მიხედვით იერარქიული გერცების და მიხედვით კვანტოვის გაჩოკებით გადადის, ასე ვთქვათ, სული, საზნანია თუ რაღაცა ხან ასტრალ მირებში. ასტრალ მირებშიც არის კვანტოვი მირები. ხან კოსმომირებში, ხან რაღაცა, ეხლა ჩვენი წელა რა არის, ჩვენი ჩაკრები რა არის, წელები, ჩაკრები, ტონკიწები, ფანტომები რა არის. ფანტომები არის კვანტური ტელები, კვანტური ფანტომები. ხან მუშაობს საზნანია, მენტალური წელა, ხან მუშაობს კუჭის ჭამის დასვენების ტონკი წელა, ბალში წელა, ხან მუშაობს ძილის, იანის ასტრალური წელა, ხან მუშაობს კოსმოსის წელა, კოსმოპატი, ხან მუშაობს, ასე ვთქვათ, დედამიწის, ანუ გულის ჩაკრების იმის სექსუალური ენერგიებისა და სიხარულისა და ეს წელები რა არის, ტონკი წელები, ბალში წელები, ასტრალ წელები, ეს არის კვანტური წელები, კვანტოვი ჩვენი წელები, ჩვენი რაც არის, ჩუჟიები არ გვინდა, ჩუჟიები გავყაროთ, ჩუჟი ენერგიები არ გვინდა. ეხლა კვანტოვი წელები, ანუ კვანტოვი სხეულები, ჩვენი ფანტომები, ჩვენი ატრაჟენები, ჩვენი ტრანსლატორები, რასაც ქვია, ბიოსისტემა რა არის? ბიოსისტემა კვანტოვი სისტემა და სტრუქტურაა. ხო, სმენა რა არის? სმენა არის კვანტოვი სისტემა და სტრუქტურა. მირმეჟმირიები რა არის? მირმეჟმირიები არის კვანტოვი სისტემა და სტრუქტურა. ტვინი რა არის? ტვინი არის ნერვები რა არის? კვანტოვი ნეირონები, ნეირონული სისტემები და სტრუქტურები. ხო, ეს კი ბატონო, ავხსენი, გერცები რა არის? გერცები არის ძალა. ძალა რა ძალა? რისი ძალა? კაი სიკეთის ძალა გაქვს, სიხარულის ძალა გაქვს, მუშაობები გიხარია, მონდომებული ხარ, ნიჭიერი ხარ, ნიჭების ძალები, გერცები არის ძალები, ნიჭების ძალები. ხო, ნუ ეხლა ცუდი ძალები არ გვინა, ცუდი გერცები არ გვინა, იმას ესე მოუიდეს, იბოროტე, ჭორაობა, მე მაგარი ვარ, შენ ვინ ნახარ, ბლატაობის გერცები არ გვინდა, მინუს პოლოსავანი გერცები არ გვინდა. ხო, ნუ უნდა გადავიდეთ კაი გერცებზე და კაი ვიბრაციებზე. კაი გერცები და კაი ვიბრაციები რა არის? კაი გერცები და კაი ვიბრაციები არის კაიზე ფიქრი და კაის სწავლა და კაიზე აზროვნება და კაიზე მონდომება და კაი ნიჭებია. ხო. ეს დავამთავრე, ეს ახსენი, ეხლა რაც მინდოდა მეთქვა.
ეს მირები, ის მირი და ანტიმირი გავიგე და დავხუროთ ეს თემა. ეხლა მირი და ანტიმირი პლუს მირები და მინუს მირები არ არის. მაღალი ვიბრაციები და დაბალი ვიბრაციები არ არის. ეს მათემატიკური სისტემა არის და ეს მირი და ანტიმირი მაინც არ დგება ანტიმირი მინუს მირი ვაფშე სხვა არის. მინუს მირები არის ნიშნი მირები. მინუს მირები არის ნიშნი მირები. ანტიმირი ნიშნი მირი არა. ანტიმირი იხსნება როგორც საწინააღმდეგო მირი. პლუს ვიბრაციები და პლუს საფეხურები და პლუს იერარქიები ადის მაღლა, ანუ განათლება, ნიჭები, სიკეთე, სიხარული, ურთიერთგაგება, პატივისცემა, გრანიცების დაცვა და მოტივება, შეწყალება და ასე თქვათ, რომ არ უნდა დააზიანოს სხვა და არ უნდა დაგაზიანონ. ამ დროს თავდაცვაც არის ეს პლუს მაღალი ვიბრაციები და მინუს ვიბრაციები რა არის, მინუს დაბალი იერარქიები რა არის, მინუს დაბალი იერარქიები არის, რომ რა ქვია უსაქმურობა, რა ვიცი ერთი ბილწიტყვაობა, ბლატაობა, ქურდაობა, ცემა ტყეპა, გაუგებრობა და შარო საიდან მოდიხარო. ეს არის მინუს მირები, ანუ მინუს პოლუსოვანი მირები, ნიზკიე ვიბრაციები არის ეს. ნუ აქაც არაჯდება ანტიმირი, ანტიმირი არის ვაფშე სხვა თემა. ანუ ესე გამოდის რომ მირი და ანტიმირი ჩემი მირის საწინააღმდეგო, ჩემი მირი, რასაც ვქე, ჩემი მირი რა არის? ჩემი მირი არის ჩემი სახლი. ჩემი სახლი, ჩემი საქმე, ჩემი დაუშვათ სხეული, ჩემი სული და ანტიმირი რა არის? ჩემი მოწინააღმდეგე რაღაცა მირი. ანტიმირი ეხლა ანტიმირი ჩემი მოწინააღმდეგე მირი, ანტიმირი ეხლა მეზობლის მირი არ არის. მეზობლის მირი არ არის, ჩემი მტერის მირი არ არის, ჩემი იმის მტერიც მირშია, მტერსაც თავისი მინუს მირშია, მტრები არიან მინუს მირში. მეზობლები არ ვიცი ეხლა, ზოგი პლუს მირში არიან, ზოგი თავიანთი იერარქიებზე არიან, ხო? მტრები არიან, ბოროტები არიან მინუს მირებში, აი ანტიმირებშიც არ არიან. აი რას დავარქვა ეხლა მე ეს ანტიმირი ვერ გავიგე. მატერია, რასაც ქვია მატერია, ხო? მატერია არის მირებშიც და მინუს მირებშიც. აი მატერია მეტალურჩესკი ჩიპები, გამოგონებები, იარაღები, ლაზერნი, რა ქვია, ლაზერნი პულტები, რაღაცეები დანა იგივე, ხო? აი არხანგელ მიხაილს, არხანგელ გავრიელს, არხანგელებს, კერუფიმებს, სერუფიმებს იმათ აქვთ დან იარაღები, ანუ რაღაცა მატერიალური ნივთები აქვთ და თვითფრინავები დაფრინავენ პლანეტანები სინათლის სიჩქარით და მიხედვით. მეკრაბა რა არის? მეკრაბა არის ენერგო ისა ცოდნავ მატერიალური ელექტროტონკი მატერიალური რაღაცა ბურთი ბუშტულას, რითაც სული თავს იცავს. და ეს მეკრაბა ტრიალებს დაბლა მაღლა გვერდზე გარშემო სინათლის სიჩქარის და ან ელექტროსიჩქარის და სინათლის სიჩქარის და მიხედვით. და ასე ვთქვათ, ბეზრე და ჩემთვის ოღონდ, ბეზრე და სულისათვის, ბეზრე და ბიოსისტემისათვის, ბეზრე და ბიორობოტისათვის, ბეზრე და ვაფშე და ჩემი ენერგიებისა და ენერგოინფორმაციული კანალებისათვის. ეს რისთვის არის საჭირო, რაც აი სხვისი რა ქვია აურა არ შემოუწუწუნდეს ადამიანს, სხვისი რა ქვია რაღაცა, ნუ სხვისი ბიოპოლი და რო რაღაცა ის ნეგატივობისა და დესტრუქტივობის რაღაცა კოლონები ან მაქციები ან ჩორტიკები არ შემოწუწუნდნენ ამ მეკრაბას ელექტრომეკრაბას რა ქვია და
იმის ელექტროდანას და ელექტრო იმას სოლნიჩნი ლუჩების მეკრაბა სოლნიჩნი ლუჩების დანას ნუ არ უყვართ ვერიტანენ იმას რა ქვია არ უყვართ იმას ნეგატორებსა და დისტრუქტორებს და ასე ვთქვათ, ნუ ეხლა ავხსენი ხო რაღაცა ავხსენი და არ უყვართ ნეგატორებსა და დისტრუქტორებსა და всё დამთავრდა ამაზე всё. ესე იგი მირებშიც და სულიერ მირებშიც და ნიჟნი მირებშიც და პარალელ მირებშიც და ასტრალ მირებშიც და კოსმო მირებშიც და ვაფშე და პლანეტებზე არსებობს ტონკი მატერია. ანუ მატერიაზე არ არის ეს ნათქვამი და ანტიმატერია, всё, ეხლა როგორც ანტიმატერია, ხო, ქლინა, ანტიქლინა და всё, ანუ რა ანტიმატერია. ხო, ესე იგი ანტიმირი მაინც ვერ გავიგე რა არის და ასე ვთქვათ დავანებოთ თავი ამას და ვთქვათ რომ ზაკრივაიცა ეს ანტიმირი და პარტალები და ზერკანი პარტალები და ნიჟნი პარტალები და მინუს პარტალები ზალატე ულტრაფიარეტოვი პლიტებით პოსრეპონავა რევერსა ენერგი რომელიც ხდება ჩემთვის ბეზვრე და ვაბლაგა და აბნულაი დაგავრებს ავსემივსი აბნულაი დაგავრებს ჩემზე ერთმანეთზე ასვაბაშ დავით ვაზვრაშევი ჩემსულს აჯერმე ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით ეს გავიგეთ ეხლა რაც არის ეხლა всё, მადლობა ჩემსოს, მადლობა ჩემ ვიშეს ვეტრიეს სილებს. Благодарю ჩემს ვიშიას.